გამარჯობა, ეთერშია ქრონიკა 2-ზე. მე ნუცა კოპალიანი ვარ და გამოშვებაში თქვენ ნახავთ. პრემიერი საქართველოს მოქალაქეებს მიმართავს არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობა მიიღონ. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის ჩასატარებლად 3703 საარჩევნო უბანი სრულ მზადყოფნაშია. გამოიჩინეთ აქტიურობა, პრემიერ-მინისტრი მოსახლეობას მიმართავს მოიხადონ მოქალაქეობრივი ვალი და ხვალ სასურველი არჩევანი დააფიქსირონ. მამუკა ბახტაძე ყველა დამსაქმებელსაც მიმართავს, რომ ხელი შეუწყონ მოქალაქეებს, რათა მათ არჩევნებში მონაწილეობა მიიღონ. ამასთან პრემიერ-მინისტრმა შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პოლიციელებს დაავალა, რომ ნებისმიერი კანონდარღვევა რეაგირების გარეშე არ დატოვონ. საარჩევნო პროცესში კანონსაწინააღმდეგო ქმედების შემთხვევაში სახელმწიფო კანონის მოთხოვნების სრული დაცვით იმოქმედებს. ხვალ ჩვენს ქვეყანაში ტარდება საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური. თავისუფალი და დემოკრატიული არჩევნები 2012 წლიდან ჩვენი ხელისუფლების პირობებში ტრადიციად იქცა და ქართველი ხალხის ამ მონაპოვარს ჩვენი ხელისუფლება ყოველთვის დაიცავს. ხვალ თითოეულ ამორჩეველს ექნება საშუალება გააკეთოს თავისუფალი არჩევანი საკუთარი მოსაზრებისა და სინდისის კარნახით მისცეს ხმა მისთვის სასურველ კანდიდატს. თითოეული ამორჩევლის ხმა იქნება დაცული და ეს არის ჩვენი ხელისუფლების მტკიცე პოლიტიკური ნება. მოგეხსენებათ, რომ არჩევნების დღე 28 ნოემბერი უქმე დღედ გამოვაცხადებთ. მოუწოდებთ ჩვენს მოქალაქეებს გამოიჩინონ აქტიურობა, მოიხადონ მოქალაქეობრივი ვალი ქვეყნის წინაშე. ყველა მივიდეთ არჩევნებზე და გავაკეთოთ სასურველი არჩევანი. ასევე მიმართავ ყველა დამსაქმებელს ხელი შეუწყოს, რომ თითოეულ ჩვენს თანამოქალაქეს მიეცეს არჩევნებში მონაწილეობის საშუალება და არ შეეზღუდოთ კანონით გარანტირებული უფლება. ჩვენმა ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ეს არჩევნები იყოს თავისუფალი, გამჭვირვალე და დემოკრატიული. მოუწოდებ ყველას დაიცვას კანონის მოთხოვნები, არ შექმნა საარჩევნო პროცესში ისეთი ვითარება, რომელიც ხელს შეუშლის ამორჩევლის თავისუფალი ნების გამოხატვას, საფრთხეს შეუქმნის და ჭდილს მიაყენებს არჩევნების პროცესს. ნებისმიერი კანონსაწინააღმდეგო მოქმედების შემთხვევაში სახელმწიფო იმოქმედებს კანონის მოთხოვნების სრული დაცვით. ვავალებ შინაგან საქმეთა სამინისტროს თითოეულ პოლიციელს, რომელმაც არჩევნების პირველ ტურში თავისი მოვალეობის შესრულებისას აჩვენეს უმაღლესი სტანდარტი, ამჯერადაც უზრუნველყო მთელი ქვეყნის მასშტაბით საარჩევნო უბნებზე მაქსიმალური წესრიგი. რეაგირების გარეშე არ დატოვონ და საჭიროების შემთხვევაში დროულად აღკვეთონ ნებისმიერი კანონდარღვევა. მინდა მიმართო ადგილობრივ და საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებს და ყველა მედია საშუალებას, რომ ხელისუფლება მათთვის უზრუნველყოფს არჩევნების მიმდინარეობის მონიტორინგისა და გაშუქების დაუპყრობლად განხორციელების პირობებს. მოგეხსენებათ, რომ პირველ ტურში მე პირადად თხოვე ბევრ საერთაშორისო ორგანიზაციას, რომ მათ გაეზარდათ დამკვირვებლების რაოდენობა და აქვე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და კიდევ ერთხელ გადაუხადო მათ მადლობა ასეთი ჩართულობისთვის. დარწმუნებული ვარ, რომ 28 ნოემბერი იქნება საქართველოში დემოკრატიის კიდევ ერთი გამარჯვება, რაც ქართული სახელმწიფოს კიდევ ერთ გამარჯვებას ნიშნავს. დღესვე პრემიერ-მინისტრი ეუთო საპარლამენტო ასამბლეის სადამკვირვებლო დელეგაციას შეხვდა. ისაუბრეს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურზე. დამკვირვებლებმა პოზიტიურად შეაფასეს ქვეყანაში არსებული კონკურენტული საარჩევნო გარემო და აღნიშნეს, რომ ეს ორგანიზაციების შეფასებებშიც აისახა. მთავრობის მეთაურმა ეუთო საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციას საარჩევნო პროცესზე დაკვირვებისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ამჯერადაც უზრუნველყოფილი იქნება არჩევნების დემოკრატიული სტანდარტების შესაბამის სამართლიან თავისუფალ და გამჭვირვალე გარემოში ჩატარება. არჩევნების ჩასატარებლად სრულ მზადყოფნაშია 3703 საარჩევნო უბანი, მათ შორის 55 საზღვარგარეთ, 11 კი გამონაკლის შემთხვევაში. ცესკოში მეორე ტურამდე ბოლო საინფორმაციო ბრიფინგი გაიმართა საარჩევნო ადმინისტრაციის განმარტებით, მეორე ტურისთვის ამომრჩევლები ხმას აძლევენ იმავე საარჩევნო უბანზე, სადაც 28 ოქტომბერს უკვე მიიღეს კენჭისყრაში მონაწილეობა. უბნები გაიხსნება დილის 8 საათზე და დაიხურება საღამოს 8-ზე, ხოლო საზღვარგარეთ ღამის
15 საათამდე იქნება შესაძლებელი საკუთარი არჩევანის დაფიქსირება. არჩევნების ჩასატარებლად სრულ მზადყოფნაშია 3003 საარჩევნო უბანი. მათ შორის 55 საზღვარგარეთ, 11 კი გამონაკლისის შემთხვევაში შექმნილი უბანი. აღსანიშნავია, რომ საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურისთვის ამომრჩევლები ხმას აძლევენ იმავე საარჩევნო უბანზე, რომელიც მათთვის გაიხსნა 28 ოქტომბრის არჩევნების პირველი ტურისათვის და სადაც ამომრჩევლებმა უკვე მიიღეს კენჭისყრაში მონაწილეობა. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ხვალ საზღვარგარეთ გახსნილი საარჩევნო უბნები იმუშავებენ დამატებით და ხმის მიცემის პროცედურა გაგრძელდება შესაბამისი ქვეყნის ადგილობრივი დროით დღის 24 საათამდე, რაც ჩვენს თანამოქალაქეებს მისცემს მეტშესაძლებლობას ისარგებლონ საკუთარი კონსტიტუციური უფლებით. რაც შეეხება ავღანეთს, იქ მოსამსახურე ქართულმა სამხედროებმა გუშინ მიიღეს კენჭისყრაში მონაწილეობა. აღნიშნული ხმები დაითვლება 28 ნოემბერს ცესკოში, მას შემდეგ, რაც საქართველოში დასრულდება ხმის მიცემის პროცესი. შეგახსენებთ, რომ 28 ნოემბრის არჩევნებში მონაწილეობას იღებს პრეზიდენტობის ორი კანდიდატი. ნომერი 5 გრიგოლ ვაშაძე და ნომერი 48 სალომე ზურაბიშვილი. მოვუწოდებთ ამომრჩევლებს აქტიურად მიიღონ მონაწილეობა არჩევნებში. ასევე მიმართავთ საარჩევნო პროცესში ჩართულ ყველა მხარეს ხელი შეუწყონ არჩევნების მშვიდ, ყველასათვის ხელმისაწვდომ გარემოში ჩატარებას და ამომრჩეველთა ნების თავისუფლად გახორციელებას. ამ წუთებში ქართული ოცნების ერთ-ერთი ლიდერი გია ვოლსკი აკეთებს განცხადებას. ჩვენ პირდაპირ ეთერში ვთავთ პარტიის ცენტრალურ ოფისს. მოგესალმებით. მას შემდეგ, რაც ცხადი გახდა, რომ ნაციონალურ მოძრაობას არჩევნებში წარმატების მინიმალური შანსიც აღარ აქვს, იგი საგანგებო რეჟიმზეა გადასული, რასაც მოწვევს უკანასკნელ დღეებში რუსთავი 2-ის ეთერის სიცრუეზე და ყალბ ინფორმაციაზე განსაკუთრებული ორიენტირება. მოგიყვანთ რამოდენიმე თვალსაჩინო მაგალითს. როგორც ნაცმოძრაობამ საკუთარი ტელევიზიის საშუალებით გვამცნო კანონიერი ქურდი მინდია გორაძე იგივე ლავასოღლი ხელისუფლების დახმარებით თურქეთის ციხიდანაა განთავისუფლებული. თუმცა სულ მალე ნათელი გახდა, რომ ეს ინფორმაცია სიცრუეა და მითითებული პიროვნება კვლავ ციხეში იმყოფება. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაცია აღნიშნულთან დაკავშირებით სრულად იქნა იგნორირებული. ანალოგიური ხასიათისაა მოწოდებული ინფორმაცია ვითომდა ყალბი პირადობის დამადასტურებელი მოწვევების ბეჭდის შესახებ. ისევე როგორც ბიულეტენების ბეჭდის სრულიად კანონიერი პროცესის გაყალბებისათვის მზადებად გამოცხადება. ან ნაციონალური მოძრაობის წევრების სახლებში აფეთქებების თაობაზე გავრცელებული ინფორმაცია. ყველასათვის ცხადია, რომ ანალოგიური აქტი დააზიანებდა ნებისმიერი პარტიის იმიჯს, მით უმეტეს, რომ არ შეესაბამება ქართული ოცნების მიერ დაცულ მორალურ სტანდარტებს. ამასთან საზოგადოება კვირებია უყურებს ტელესპექტაკლს ოქუაშვილის მონაწილეობით. რეალობის სამარცხვინო დამახინჯების ნათელი მაგალითია აგრეთვე გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს მოქალაქეები ბანკებში იყვნენ მისულები და მათთვის ვალების ჩამოწერა არ დასტურდება, ან კატეგორიულ უარს უცხადებენ. მაშინ, როდესაც ცნობილია, რომ ვალები წლის ბოლომდე 15-31 დეკემბრის პერიოდის განმავლობაში ჩამოიწერება და რასაკვირველია, ეს წინასწარ ვერანაირად ვერ მოხდებოდა. სოციალური სოლიდარობის ეს უპრეცედენტო აქტი შედგება და ათასობით ოჯახს გაანთავისუფლებს, როგორც მათი ფინანსური შესაძლებლობების არათანაზომადი ფინანსური ვალდებულებებისაგან, ასევე ფსიქოლოგიური სტრესისაგან. ამასთანავე ხაზს უსვამთ, რომ როდესაც მასშტაბური რეფორმა ხორციელდება, იქნება ეს საყოველთაო ჯანდაცვა, C ჰეპატიტის ელიმინაცია თუ სხვა არაერთი სოციალური პროექტი, არასოდეს ვკითხულობთ, რომელი ბენეფიციარია ჩვენი მომხრე და რომელია ჩვენი მოწინააღმდეგე. ეს თანადგომა ყველას თანაბრად ეხება. როდესაც ერთი კონკრეტული პარტიის ინტერესებიდან გამომდინარე აშკარა სიცრუე და დამახინჯებული ინფორმაცია კონკრეტული ტელევიზიის ეთერის 70-80%-ს იკავებს, ეს არაუბრალოდ პროპაგანდა, არამედ დანაშაულია საზოგადოების წინაშე. სულ ახლახანს მოგვაწოდეს ინფორმაცია, რომ გაუგებარი პირები
უკავშირდებიან შავსიაში მყოფ დავალიანების მქონე მოქალაქეებს, ატყუებენ და ითხოვენ რეგულაციების ამოქმედებამდე გადაიხადონ მათზე რიცხული დავალიანება. დარწმუნებული ვართ, რომ საზოგადოება ყველაფერს სწორად აფასებს და 28 ნოემბერს ერთად ვეტყვით უარს სიცრუეს, სიძულვილს, ძალადობას, გავაკეთებთ პრინციპულ არჩევანს და დამაჯერებლად გავიმარჯვებთ. დიდი მადლობა. მედიაში გავრცელებული ინფორმაციასთან დაკავშირებით მეკითხებით თქვენ. ამ ადამიანებს ვინ უკავშირდებიან ვერ გეტყვით, მაგრამ ინტენსიური გახდა ესეთი კავშირები. მე მაინც მგონია რომ და ჩვენ როცა ვაფასებთ ჩემი თანაგუნდელებთან ერთად ვითარებას მართალია წინა საარჩევნო პროცესი არის საკმაოდ აგრესიული, გამოირჩევა არა მარტო აგრესიულობით, არამედ დეზინფორმაციით, რომელიც თაობაზეც ეხლა მოგახსენეთ, თუმცა დარწმუნებულები ვართ, რომ მეთვალყურეების, ჩვენი პარტნიორი ქვეყნების და სხვა ქართველი დამკვირვებლების დახმარებით არავითარი კითხვა ამ არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით აღარ დარჩება. მესამე სექტორის გვიგულისხმება. ოპოზიცია მოგვიყვება მათი მხარდაჭერის მიმართ არის ძალადობრივი გარემო და ასევე ხელისუფლება ემზადება გაყალბების არჩევნების, აი ასეთი ტიპის განცხადებები ხომ არ გასაგებია, რომ არჩევნების ლეგიტიმურობა ეჭვებდა. ნუ რასაკვირველია ლეგიტიმურობასთან დაკავშირებით საუბარი არის კონკრეტული პარტიის ინტერესებში, თუმცა მე განცხადებაშიც აღვნიშნე და გავიმეორებ. რომ როგორც შეუძლია ვინმეს წარმოიდგინოს, რომ მრავალშვილიან ოჯახში ქართული ოცნება მივიდა და ეგრეთ წოდებული იმის მოლოტოვის კოქტეილი შეაგდო. წარმოგიდგენიათ ზარალის, პოლიტიკური ზარალის ის დონე, რომელიც ასეთ აქტს შეიძლება მოყვეს მით უმეტეს არც ადამიანურ, არც პოლიტიკურ და არც არანაირ მორალში ეს თემა არ წერია. დისკრედიტაციის მცდელობა ეს არის ყოველდღიურობა ჩვენი სამწუხარო. რაზეც თქვენ საუბრობთ, მათაც პრესონტალურ აგრესიული და პოლარიზებული სიტუაცია წინა საარჩევნო და ისინი ამბობენ, რომ ამ შეურისხმოს ყიდვა შეიძლება მივნიშნიოთ, აი სწორედ რაზეც საუბრობთ, ვალების ჩამოსვლასთან დაკავშირებით ხელისუფლების გადაწყვეტილება ასევე რეგიონებში არის ძალიან ხშირად, როდესაც გარკვეულ სოციალურ დახმარებებს პირდებიან სამონოს ურაბიშვილის მხარდაჭერის სანაცვლოდ. აი ასეთი ფაქტები რეალურად თუ გაქვთ ინფორმაცია. ეს მე მგონია, რაც შეეხება ამ აქტს, სოციალური სოლიდარობის აქტი, ესეთი სოციალური სოლიდარობის აქტი არაერთია განხორციელებული და კარგა ეს გავიგე რაც მკითხეთ და პასუხობთ. რომ არაერთი სოციალური სოლიდარობის აქტი განხორციელდა, კიდე განხორციელდება და ისიც მე მგონი ფაქტია და ვერ უარყოფთ, რომ ჩვენ მოდმევი არჩევნების პროცესში ვიმყოფებით. ძალიან ინტენსიურია, ეს ძალიან მოკლეა და დრო არჩევნებიდან არჩევნებამდე და რაც შეეხება ამ კონკრეტულ დავალიანებების ჩამოწერის აქტს, ეს საკმაოდ მარტიდან თუ არ ვსწრები იგეგმება და განსახორციელებელია რაც შეიძლება დროზე ჯერესერთი და მეორეცერთი ეს არავისთვის არავითარ მოთხოვნას არ აყენებს. აქ სვარი გადის და სხვა დაისვა ამასთან დაკავშირებით. მთავრობის პროგრამის ნაწილია თუ კერძო პერის პროგრამის ნაწილია, რომელსაც ვინც იხდის, რასაკვირველია, იმას უნდა მიეწეროს, მაგრამ ეს თემა არ წარმოადგენს არავითარ ვაჭრობის საგანს, იმიტომ რომ ნებისმიერ ადამიანს, რომელი პარტიის მხარდაჭერიც არ უნდა იყოს, სრული საშუალება აქვს შევიდეს და საარჩევნო ურნასთან გააკეთოს ის არჩევანი, რომელსაც არავინ არ აძალებს შეცვალოს და ეს რაც შეეხება სოციალური ბენეფიტი ნებისმიერ თემაზე,
ეხება ყველა ადამიანს და ხარდამჭერია ქართული ოცნების და სალომე ზურაბიშვილის თუ არ არის. ესეც რეალობაა. წმინდა კითხვა შეიძლება არჩევნების თარიღთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ განმარტოთ ის რომ სამუშაო დღის დაინიშნა არჩევნები მიზან მიმართებას გაკეთდა უცხოს მიერ იმისთვის რომ ხალხი არჩევნებზე რაღაც ნაწილი და ასევე დაფინანსების ნაწილზე კონდათ მათ შეინიშნა რომ ჯერადან აღემატება სალომე ზურაბიშვილის დაფინანსება შედეგისას ეს ქმნის არათანაბარ პირობებს რომ განმარტოთ რატომ არის პრობლემა ისი პრობლემაა ის რომ სალომე ზურაბიშვილს აქვს უფრო მეტი ხარდაჭერა ბიზნესი მე მგონია რომ მაინც ასე თუ ისე ბიზნესის სერიოზული დაშინება მიმდინარეობდა არა მარტო ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაში ყოფნისას არამედ არ არიან ხელისუფლებაში და ტელევიზიით იქნება თუ განცხადებებით რასაკვირველია ამ დაშინებამ რეალურად სერიოზულად იმოქმედა ბიზნესზე ეგ ერთი და მეორე ერთი არ ამგონია რომ ნაციონალურ მოძრაობას რაიმე გადაადგილების საშუალება ან რაიმე თავისი პოლიტიკის ან პროპაგანდისტული მასალის წარმოქმნაში ხელი შეეშალა იმის გამო რომ დაფინანსებაში მოიკოჭლებენ. ესეთი რეალობა არ არსებობს და საკმაოდ სერიოზულად არის დაფინანსებული მათ შორის ბიუჯეტიდან ნაციონალური მოძრაობა. ესეთი ინფორმაცია რომ ბიძინა ივანიშვილს იბარებენ მაღალჩინოსნებს იბარებენ არის მუდმივად ტრიალებს განსაკუთრებით თქვენ ეთერში და მე ვფიქრობ რომ სერიოზული უსაფუძვლობა ან სერიოზული როგორ ინტერპრეტაცია ახასიათებს ამ ინფორმაციას კანონია და თუ კი ვინმე არის წარსადგენი რაიმე ორგანოში რასაკვირველია ამისგან თავს არავინ შეიკავებს თუმცა ოქუაშვილი არის ადამიანი რომელიც ვერანაირად ვერ ასაბუთებს ჯერ რატოა რუსეთის მოქალაქე და რა ინტერესები აქვს საქართველოში რატომ არის მისი ეს განცხადება 4 ბილიონის გადახდის თაობაზე ნამდვილი და რეალური როდესაც სულ 6 მილიონი ქონდა ბანკის დავალენება და თავისუფლად შეეძლო ეს 4 მილიონი იქ გამოეყენებინა ან რაში მდგომარეობს ფინანსთა სამინისტროს დანაშაული მის წინაშე მისი პერსონის წინაშე და ან და როგორ არის ეს ინფორმაცია ბოლო პერიოდში შეტრიალებული რომ ხელისუფლება მას 40 მილიონის დავალიანებას პატიობს რაღაცის გამო და მერე შემდეგ განცხადება კეთდება რომ ოქუაშვილი მორალური პრინციპებიდან გამომდინარე უარს ამბობს იმაზე რომ 40 მილიონი შეღავათი გაუკეთდეს ანუ ეს აღრეული ინფორმაცია სერიოზულ საფუძველს გვაძლევს იმისათვის რომ ესეთი სახის განცხადება გავაკეთოთ მის პიროვნებასთან დაკავშირებით და კიდევ ბევრი რამ შემიძლია ჩამოთვალო თუმცა არ მინდა რომ დრო დაუთმო ამ საკითხს ბატონო დღეს დავუკვირდეთ და შემდეგ არა თვით თუ არა რომ ეს არის თუნდაც თქვენი პოლიტიკური ძალის პრობლემა ის კი ბატონო გამოცხადდა უქმედრეთ საჯარო სამსახურში დასაქმებად არანაირი პრობლემა მიგრანტების შესაძლოა სერიოზული პრობლემის წინაშე დადგება. ეგ მიგრანტები არანაირი პრობლემის წინაშე არ დგებიან, გაგრძელებულია ეს ხმის მიცემის დრო და ჩვენ გქონდა საკმაოდ სერიოზული კონტაქტი, შეკითხვები თუ ვინმეს რაიმე პრობლემა ექმნება და პრობლემა ამ დროის გამო არავის არ შეექმნება. რაც შეეხება სამუშაო დღეს დანიშნას ადამიანები რომლებიც მუშაობენ, ბევრი არიან, რომელიც კვირასაც მუშაობენ, შაბათსაც მუშაობენ და ის წესი, რასაც ქვია თავისუფალი გამოსასვლელი დღე, 4 შაბათი იგივეა, რაც კვირა, ასე რომ არ ამგონია, რომ გამოსასვლელი დღე თუ არის დადგენილი 4 შაბათი, ისევე როგორც სხვა, თქვა, სადღესასწაულო დღეები, ეს იგივეა, რაც გამოსასვლელი დღე არის გამოსასვლელი დღე მოკლედ და ამას არ შეიძლება რაიმე ინტერპრეტაცია ქონდეს. მე მგონი ამ საკითხთან დაკავშირებით მე სრულფასოვანი ინფორმაცია მოგაწოდეთ. იცით ზოგი აფასებს რომ ამორჩევლის მოსყიდვა შეიძლება თქვათ რაღაც გაიყო ეგეთი ინფორმაცია რომ 5 კილო ხახვი დარიგდა
სადღაც და მე არ მგონია რომ ესეთი დაბალი წარმოდგენა კონდეს ვინმეს ადამიანებზე რომ 5 კილო ხახვის გულისთვის, როდესაც სრული თავისუფლება აქვს თავის არჩევანი გააკეთოს, შეიძლება შეცვალოს პოზიცია ეგ ერთი. და მეორეც ერთი ამ თვითონ 5 კილო ხახვის დამრიგებელიც აღმოჩნდა რომ ევროპული საქართველოს წევრია და ასე რომ მე არ მგონია რომ ამ თემას კიდევ შეიძლება გავყვეთ. ყველას მოუწოდებ რომ ვისაც ქართული ოცნების მხარდაჭერა გადაუწყვეტია, პოლიტიკური ძალები იქნება, პოლიტიკური ორგანიზაციები იქნებიან თუ ცალკეული პირები, თვითორგანიზებულები, ნუ დააზიანებენ იმ თავარ პრინციპს, რაც შევქმენით და რაც გვინდა რომ დაცული იყოს. ეს არის თავისუფალ გარემოში. ეს იყო გია ვოლსკის განცხადება, მან ბოლო პერიოდში ყალბი ინფორმაციების გავრცელებაზე გაამახვილა ყურადღება და ასახელა რამდენიმე ფაქტიც, რომელიც რეალურად არ დადასტურდა და ამის შემდეგ უკვე ჟურნალისტების კითხვებსაც უპასუხა. სამა არასამთავრობო ორგანიზაციამ შეაფასა არჩევნების მეორე ტურის წინ მიმდინარე კამპანია. სამართლიანმა არჩევნებმა საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ და საიამ გამოაქვეყნეს ანგარიში. დოკუმენტში ნათქვამია, რომ პირველ ტურთან შედარებით მეორე ტურის წინ კამპანია მკვეთრად ნეგატიური იყო. ანგარიში საუბარია სიძულვილის ენის გამოყენებაზე, მათ შორის სავარაუდო მუქარის ფაქტებზე სალომე ზურაბიშვილის ოჯახის წევრების მიმართ. ასევე მესამე სექტორი ამ მომრჩევლის მოსყიდვად აფასებს ვალების ჩამოწერის კამპანიას. მესამე სექტორის დოკუმენტში მათ მიერ გახმაურებული საქმეც მოხდა, რომელიც ყალბი პირადობის მოწმობების შესაძლო დაბეჭდვას ეხებოდა. არასამთავრობოები ამბობენ, რომ გამოძიების დასრულებას ელოდებიან, თუმცა აღსანიშნავია, რომ თავად არ თანამშრომლობენ გამოძიებასთან და ურთიერთგამომრიცხავ განცხადებებსაც აკეთებენ. ამ ანგარიშში, ამ განცხადებაში არის მათ შორის საუბარი იმ ინფორმაციაზე, რომელიც ჩვენთვის გახდა ცნობილი წინასაარჩევნო პერიოდში პირადობის მოწმობებთან დაკავშირებით. მისასალმებელია ის, რომ გამოძიება მიმდინარეობს, ჩვენ დაველოდებით ცხადია გამოძიების შედეგებს და სწორედ ამას ემსახურებოდა ჩვენი განცხადებაც, რომ ის რაც ინფორმაცია ჩვენამდე მოვიდა და გახდა ცნობილი, ამაზე ჩატარდეს გამოძიება და დადასტურდეს ან არ დადასტურდეს. ერთი დღე დარჩა საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურამდე მოსალოდნელ შედეგებზე პარლამენტის თავმჯდომარემ ისაუბრა. ირაკლი კობახიძის თქმით, მმართველი გუნდის მთავარი ამოცანა საპრეზიდენტო არჩევნების მინიმუმ 200,000 ხმის ხვაობით მოგებაა, რაც მისივე განმარტებით დაახლოებით 56%-ია და რეალისტური მიზანია. განცხადება კობახიძემ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა, სადაც ნაციონალური მოძრაობის ბოლოდროინდელ განცხადებებსაც გამოეხმაურა. მისი თქმით, ქვეყანაში დესტაბილიზაცია ვერ განხორციელდება და მმართველი გუნდის მთავარი მიზანი არჩევნების მშვიდ და სამართლიან გარემოში ჩატარებაა. ჩვენი მოლოდინი არის პოზიტიური, ამ ეტაპზე რა თქმა უნდა ჩვენ მაქსიმალურად ვართ კონცენტრირებული იქითკენ რომ უზრუნველყოფილი იყოს მშვიდი გარემო არჩევნების დღეს. ჩვენი პროგნოზი ასევე არის პოზიტიური. ჩვენ ვფიქრობთ რომ დაახლოებით 200,000-იანი მინიმუმ 200,000 სიხმის სხვაობა უნდა დავდოთ ამ არჩევნებში. ეს არის ჩვენი ამოცანა და ვფიქრობ ეს არის რეალისტური ამოცანა. ნაციონალური მოძრაობა ცდილობს შექმნას აგრესიული გარემო, ამას ხედავთ ჩვენ ყოველდღიურ რეჟიმში, ისინი ცდილობენ სიტუაციის დაძაბვას, ასევე ისინი ხშირად საუბრობენ რევოლუციურ სცენარს. ჩვენ რა თქმა უნდა ასეთ შემთხვევაში უზრუნველყოფთ წესრიგის თავიდან ბოლომდე დაცვას. რევოლუციური სცენარი ბუნებრივია საქართველოში ვერ განხორციელდება, დესტაბილიზაცია ვერ განხორციელდება და მოუწოდებ ყველას რომ თავი აარდონ ასეთ პროვოკაციებს. ამერიკული გამოცემა ამერიკან სპექტატორი საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით სტატიას აქვეყნებს სათაურით შეინარჩუნეთ საქართველოს პროდასავლურ დემოკრატიად. სტატიის მიხედვით ჩაიგდებს თუ არა რუსეთი უპირატესობებს ამ კვირის საპრეზიდენტო არჩევნები განსაზღვრავს. სტატიაში ნათქვამია, რომ საქართველოს პროდასავლური ქვეყანაა, რომელიც ცდილობს გაექცეს რუსეთის რეპრესიულ ჩარებას და შეუერთდეს დემოკრატიულ დასავლურ ალიანსს. გამოცემის ინფორმაციით სალომე ზურაბიშვილს გააჩნია პროდასავლური ღირებულებები. აქვს ძლიერი კავშირები სხვადასხვა ევროპულ ქვეყანასთან და შეერთებულ შტატებთან. სტატიაში ნაციონალური მოძრაობის კანდიდატზეც არის საუბარი. ციტატა სტატიიდან. გრიგოლ ვაშაძე არის ყოფილი საბჭოთა კავშირის ოფიციალური პირი, ვისი ფესვებით რუსეთშია. ის ამტკიცებს, რომ პროდასავლური ფასეულობები აქვს, მაგრამ მისი ჩანაწერები აშკარად საპირისპიროს ამბობს. თუ ვაშაძე გაიმარჯვებს, სავარაუდოდ რუსეთი წაგვართმევს საქართველოს და მის დემოკრატიულ ფასეულობებს. ხოლო თუ ზურაბიშვილი გაიმარჯვებს, ჩვენ ვიხილავთ იმ გზის გაგრძელებას, რომელიც მიგვიყვანს დემოკრატიულ საქართველომდე, ნათქვამია სტატიაში. ამავე გამოცემის ცნობით სალომე ზურაბიშვილი საქართველოს მიმართავს ევროკავშირისა და ნატოსკენ და ის შესაძლოა გახდეს პირველი ქალი პრეზიდენტი საქართველოში, ისევე როგორც ის იყო პირველი ქალი საგარეო საქმეთა მინისტრი.
დღის სხვა თემები მკვლელობა თბილისში ვაჟა-ფშაველას გამზირზე 45 წლამდე ქალი მოკლეს გარდაცვლილი იმბინის მეპატრონია, სადაც ფარც ბრალდებული ქირაობდა. სავარაუდო დამნაშავე უკვე დაკავებულია, ის 25 წლის გიორგი ხანდოლიშვილია. ქრონიკა დაკავებულის ადვოკატს ესაუბრა, როგორც ირკვევა ბრალდებული საავადმყოფოში წევს, მას დაზიანებები 45 წლის ქალმა სავარაუდოდ შელაპარაკების დროს მიაყენა. დაკავებულს ქირურგიული ოპერაცია დასჭირდა და ჯერ მას ბრალი ოფიციალურად არ წარდგენია. ჯერჯერობით უცნობია რა გახდა დაპირისპირებისა და მკვლელობის მიზეზი. საქმეზე გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო. ჯერჯერობით ბრალი არ არის საქმენებული. ამიტომ ჯერჯერობით პოზიციას ვერ მოგახსენებთ. საავადმყოფოში წევს და საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება იგეგმება ნიმუშის აღება, ინსპექცია და ასე შემდეგ. ანუ ფაქტის დროს მიიღო ფიზიკური დაზიანება. სასქესო ორგანოზე აქვს დაზიანება. ოპერაცია უკეთდა და ნუ სუსტად არის. დიდი ხნით საუბარი არ შეუძლია. ჩემი დასაშვები გმური იყო. ესაკუთრება იყო ის ქალბატონი. რაღაც ბრახუნმა გამაღვიძა და გამოვედი მე მეხუთეზე ვცხოვრობ და დაბლა იყო უკვე ხალხის ხმაური. ვიღაცა ქალბატონი მოუკლია და გადმოხტარა მე. ისე რაღაცა კარების აბრახუნებდნენ ეს ხმა და ჩვენთან ლიფტი ხშირად ქუჩდება და პირველ რო გადმოვიხედე პირველ სართულზე რაღაც ხმა იყო. და ვიფიქრე უკვე ვიღაცას მიეშველეს ალბათ ლიფტში გაიჭედა მეთქი და ეგ იყო და ეგ მომღერალი სოფო ხალვაში ბათუმის მერის მოადგილედ დაინიშნა, ის ლაშა კომახიძემ წარადგინა. ხალვაში განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მიმართულებას უხელმძღვანელებს. კომახიძის განცხადებით ხალვაშთან მოლაპარაკება საპრეზიდენტო არჩევნებამდე დაიწყო. სოფო ხალვაში აჭარის ტელევიზიაში საზოგადოებრივ მაუწყებელზე დილის გადაცემის წამყვანი იყო. თუმცა ტელეეთერიდან მას შემდეგ მოხსნეს, რაც პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატის საარჩევნო კამპანიაში ჩაერთო. მერიაში უკვე საკმაოდ ხანია არის ვაკანსია მერის მოადგილეზე განათლების, კულტურის, ახალგაზრდობისა და სპორტის მიმართულებით. სოფო ხალვაშზე არჩევანი გაკეთდა, რა თქმა უნდა, იმ ნიშნიდან გამომდინარე, რომ ის წლებია მოღვაწეობს კულტურის სფეროში, მისთვის ეს სფერო განსაკუთრებით კარგად არის ცნობილი და ვფიქრობ, რომ მისი ჩვენ გუნდში შემოერთება არის საკმაოდ გაძლიერება მუნიციპალიტეტის მიმართულებით. ეს არის, რა თქმა უნდა, ჩემი გადაწყვეტილება, მუნიციპალურ გუნდს ვაკომპლექტებ მე, შესაბამისად პასუხისმგებლობას ვღებულობ მე. დიდი ხანია ამასთან დაკავშირებით არის შემოთავაზება, მაგრამ რატომღაც ეს გადაწყვეტილება ვერ მივიღე, ფიქრობდი ამასთან დაკავშირებით და უკვე დღეს გადავწყვიტე. გუნდის ძალიან დიდი იმედი მაქვს მე და ყველაფერში გეგმებთან დაკავშირებით ეხლა რა თქმა უნდა ვერ ვისაუბრებ, უკეთესად ჩავიხედები ყველაფერში და მე უკვე დეტალურად ყველაფერს გავიგებ. მოძრაობა გაბრაზებული ბათუმელები ამომრჩეველ სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერისკენ მოუწოდებენ. მათი განცხადებით ძალადობრივ წარსულში დაბრუნება დაუშვებელია. ამბობენ, რომ არჩევნების შემდეგაც გააგრძელებენ საქმიანობას და ხელისუფლებას გააკონტროლებენ. მოძრაობა გაბრაზებული ბათუმელები საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შემდეგ დაფუძნდა. გვინდა სული და გული ეს არჩევნების წინა პერიოდია, ძალიან წვავე პერიოდია და ხალხს მოუწოდოს ბათუმლებს, რომ წყარა და მშვიდად ჩავატაროთ ეს არჩევნები. შევჯერდით, რომ უარი უთხრათ წარსულს და ხმა მივცეთ მომავალს. ესე იგი, ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს, მაგრამ ჩვენ ვიქნებით ეს ბათუმელთა დარბაზი, რომელიც არჩევნების შემდეგ გააგრძელებს მოღვაწეობას და ფუნქციონირებას, ვიქნებით ჯანსაღი კონსტრუქციული ოპონენტები დღევანდელი ხელისუფლების. გერმანიისა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროებს შორის სამხედრო სფეროში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება გაფორმდა. ლევან იზორიას უწყების ცნობით დოკუმენტში ხაზგასმით არის აღნიშნული, რომ გერმანია კვლავ მხარს დაუჭერს ნატოს ღია კარის პოლიტიკას საქართველოსთან მიმართებაში და ნატოში ინტეგრაციის გზაზე საქართველოს გასაწევრიანებლად მაქსიმუმს გააკეთებს. სწორედ სამომავლო თანამშრომლობის შესახებ ისაუბრეს ლევან იზორიამ და ურსულა ფონ დერ ლაიენმა გამართულ შეხვედრაზე. იზორიამ სამხედრო სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები ბუნდესვერის თავდაცვის შტაბის უფროსთანაც განიხილა. პირველად ჩვენი თანამშრომლობის ისტორიაში ხელი მოეწერა თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის შეთანხმებას, სადაც ხაზგასმითაა აღნიშნული, რომ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა მხარს დაუჭერს კვლავაც ნატოს ღია კარის პოლიტიკას საქართველოსთან მიმართებაში და მაქსიმუმს გააკეთებს
ნატოში ინტეგრაციის გზაზე საქართველოს გასაწევრიანებლად. შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეები ნათია მეზრიშვილი და ნინო ჯავახაძე ევთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის წარმომადგენლებს შეხვდნენ. მხარეებმა ადამიანის უფლებების დამცველთა საქმიანობის ხელშეწყობისა და ამ მიმართულებით განხორციელებული ღონისძიებები განიხილეს. მათ შორის ისაუბრეს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის შექმნის მიზნებზე. ქრონიკაში ახლა რეკლამის დროა, რამდენიმე წუთში დავბრუნდებით პირდაპირ ეთერში. რეკლამის შემდეგ თქვენ უყურებთ ქრონიკას 2-ზე. სააპელაციო სასამართლოში ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის განხილვა გრძელდება. დღევანდელ პროცესზე მხარეები შუამდგომლობის დასაშვებობის საკითხს განიხილავენ, რის შემდეგაც ბრალდების მხარე დამატებითი მტკიცებულებების დართვას მოითხოვს. საუბარია პარლამენტში შექმნილი დროებითი საგამოძიებო კომისიაზე დაკითხულ პირთა აუდიო-ვიდეო ჩანაწერებზე, ასევე პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარის სერგი კაპანაძის დაკითხვაზე. საქმის განხილვას არ ესწრება ზაზა სარალიძე, მან პროცესი პროტესტის ნიშნად დატოვა და პროკურორები გულგრილობაში დაადანაშაულა. დროებითმა საგამოძიებო კომისიამ კონკრეტული რეკომენდაცია შეიმუშავა მუკ-ს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენების შესახებ. ბუნებრივია, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია ამ დასკვნამდე მივიდა კონკრეტულ პირთა გამოკითხვების შემდეგ და აღნიშნული პირების გამოკითხვა მნიშვნელოვანია დაცვის მხარისათვის, რათა თავისი არგუმენტები გაამყაროს და დიდი ალბათობით მოწმეებმა მისცეს სასამართლოსაგან განსხვავებული ჩვენება კომისიას. ბრალდების მხარე აპირებს დღევანდელ სასამართლო პროცესზე გაჟღერებას იმისა, რომ კონკრეტული მტკიცებულებების დართვას ითხოვს დღევანდელ სასამართლო პროცესზე. ჯერჯერობით დაცვის მხარის მიერ არ გაჟღერებულა შუამდგომლობა, მოვისმენ სასამართლო პროცესზე გაჟღერებულ შუამდგომლობას და მხოლოდ ამის შემდეგ დავაფიქსირებ ჩვენს პოზიციას. პროკურორები არიან ჩემი უფლება წარმომადგენლები. ხო ასე, ხო არ ვწდები რამეში ადამიანი გამოდის, ზედაც არ მიყურებს, აგრძელებს გზას შეულებრივად. მივდივარ, ვეკითხები. რაღაცებს და ვერ გგებულობ ვერაფერს. მემალებიან, ამდენი ეს ხალი კიდე ვინ არის, ვერ გავიგე. ეს სააპელაციოში რო გასაჭირდა და ანუ ახალი პროკურორი რო დაინიშნა, სულ სხვა პროკურორი იყო. ახლა კიდე სხვა არის. ალბათ მე კიდე შეცვლია. ასე თამაშობენ და დახტიან აკეთიკი თავიჭკუაზე. ერთადერთ ხელ მყავს ანახი ეს ბიჭი პროკურორი ვინც? არა, აზრი აქვს, რო დავეს. ჯანდაცვისა და მიგრაციის თემაზე რეგიონული კონფერენცია გაიმართა თბილისში. ორგანიზატორი მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია. კონფერენციის მიზანი სამხრეთ კავკასიის რეგიონში აივირუსისა და ტუბერკულოზის პრევენცია. ასევე მიგრანტებისთვის ინფორმაციის მიწოდება ნებაყოფლობითი ტესტირებისა და მკურნალობის შესახებ. მნიშვნელოვანია საზოგადოებრივი ჯანდაცვის ისეთი საკითხების განხილვის თვალსაზრისით, როგორიც არის ტუბერკულოზისა და შიდსის გავრცელება მიგრანტებში. მოგეხსენებათ, რომ მიგრაცია გლობალური პრობლემა გახდა არა მხოლოდ ჩვენაირი პატარა ქვეყნისთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის და შესაბამისად ისეთი გადამდები დაავადებების, როგორც არის ტუბერკულოზი და შიდსის გავრცელება, მოითხოვს ქვეყნების ერთობლივ ერთიან ძალისხმევას, ვინაიდან ინფექციურმა დაავადებებმა და გადამდებმა დაავადებებმა არ იცის საზღვრები. ტუბერკულოზი, აივ ინფექცია, შიდსი, C ჰეპატიტი და სხვა ის საზოგადოებრივი ჯანდაცვის, გლობალური ჯანდაცვის საფრთხეები, რომლის პრევენციაც, რომელთა წინააღმდეგ ბრძოლაც სცილდება ერთი კონკრეტული ქვეყნის ფარგლებს და წარმოადგენს საერთაშორისო ჯანდაცვის პრობლემას. სარეიტინგო სააგენტო ფიჩმა საქართველოს რკინიგზის რეიტინგი დაადასტურა და ამასთან გააუმჯობესა საპროგნოზო მოლოდინების სტაბილურიდან პოზიტიურზე. ფიჩის პროგნოზებით 2018 წელი იქნება საოპერაციო მაჩვენებლების დასტაბილურების პერიოდი, რაც შემოსავლების ვარდნის შემცირებას, ანუ ნულოვან ზრდას ნიშნავს, ხოლო შემდგომი 3-5 წლის ვადაში პროგნოზირებს მათ გაუმჯობესებას.
ფიჯის პროგნოზებით 2018 წლის განმავლობაში რკინიგზის საოპერაციო მაჩვენებლები დასტაბილურდება, რაც ნიშნავს, რომ შემოსავლების ვარდნა აღარ იქნება, ხოლო 3-5 წლის განმავლობაში მათი გაუმჯობესება არის ნავარაუდები. ფიჯი საკუთარ დასკვნაში ასევე აღნიშნავს, რომ 2018 წლის განმავლობაში რკინიგზას გაუჩნდება თავისუფალი სახსრების კომფორტული ლიმიტი, რაც დაახლოებით 235-245 მილიონი ლარის ოდენობის თავისუფლად განკარგვად სახსრებს გულისხმობს და აღნიშნული შენარჩუნდება მომდევნო წლების განმავლობაშიც. ჩვენი შეფასებით ეს დასკვნა და მთლიანობაში ის საექსპერტო გადაწყვეტილებები, რაც ფიჩის რეიტინგით არის განსაზღვრული, ძალიან პოზიტიურად აისახება როგორც ქვეყნის იმიჯზე, ასევე საქართველოს როგორც საქართველოს რკინიგზაზე, როგორც ერთ-ერთ მნიშვნელოვან სახელმწიფო ორგანიზაციაზე. ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის რეგიონულმა დირექტორმა თბილისის მყარი ნარჩენების პროექტის სასესხო შეთანხმება გააფორმეს. დოკუმენტი 15 მილიონი ევროს ოდენობის ფინანსური რესურსის გამოყოფას ითვალისწინებს თბილისის მყარი ნარჩენების მართვის მიზნით. კერძოდ აღნიშნული თანხა მოხმარდება შპს თბილსერვის ჯგუფის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას და სათანადო ტექნიკის შესყიდვას. დღესვე პროექტის ფარგლებში გაფორმდა საპროექტო ხელშეკრულებები, რომელსაც ხელი მოაწერეს მერის მოადგილე მაია ბითაძემ, თბილსერვის ჯგუფის დირექტორმა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის რეგიონულმა დირექტორმა ბრუნო ბალმანერამ. ბედნიერი ვართ, რომ დღეს ხელი მოვაწერეთ 15 მილიონი ევროს ოდენობის ახალ სესხს. ეს ემსახურება თბილისში ნარჩენების დახარისხების მენეჯმენტის გაუმჯობესებას. სესხი მოხმარდება ახალი ნაგვის მანქანების შეძენას, ნარჩენების დახარისხების მოდერნიზებას და ნარჩენებისთვის განკუთვნილი ადგილების მოძებნას. ეს EBRD-ისთვის რეგულარული სამუშაოა. ამ პროექტზე მუშაობა დაწყებული ჰქონდა, ახლა კი ფინანსთა მინისტრთან ერთად სასესხო ხელშეკრულებას მოვაწერეთ ხელი. ძალიან მნიშვნელოვან ხელშეკრულებას მოეწერა ხელი EBRD-ს ფინანსთა სამინისტროს და მუნიციპალიტეტს შორის, რომლის ფარგლებში ძალიან დიდი ოდენობით განახლდება ის ტექნიკა, რომელთაც ქალაქი ემსახურება ნარჩენების დასუფთავების კუთხით, შეძენილი იქნება სრულიად ახალი დამგველი მექანიკური საშუალებები და ძალიან დიდი მნიშვნელობა დაეთმობა გადამტვირთი სადგურების რეაბილიტაციას. უკრაინაში საომარი მდგომარეობა ამოქმედდა პრეზიდენტ პოროშენკოს განკარგულება რადამ ხმათა უმრავლესობით მიიღო. კიევი დასავლეთს მიმართავს, რომ რუსეთის აგრესიის შესაკავებლად ქმედითი ნაბიჯები გადადგას. პარალელურად კი გაერო მოსკოვის ინიცირებული ის რეზოლუცია დაბლოკა, სადაც რუსეთი უკრაინას ქვეყნის სუვერენიტეტის დარღვევაში ადანაშაულებდა. უშიშროების საბჭოზე უკრაინის წარმომადგენელმა რუსეთის მხრიდან აგრესიული ქმედებების გაგრძელება არ გამორიცხა. უკრაინაში საომარი მდგომარეობა ამოქმედდა, რადგან პრეზიდენტ პოროშენკოს განკარგულებას მხარი 276 ხმით დაუჭირა. დოკუმენტის მიხედვით საომარი მდგომარეობა რუსეთისა და მოლდოვის საზღვრების გასწვრივ, ასევე შავი და აზოვის ზღვების პირას მდებარე 10 ოლქში იმოქმედებს. ხაზგასმით აღნიშნავ, რომ განსაკუთრებული ზომები მხოლოდ იმ შემთხვევაში ამოქმედდება, თუ რუსეთის რეგულარული ძალები დონბასის ოლქის ან ოკუპირებული ყირიმის ტერიტორიის გარეთ გააქტიურდებიან. რადის ხდომის პარალელურად კიევში პარლამენტის შენობასთან ანტირუსული აქციაც გაიმართა. დემონსტრანტებმა ოფიციალური კიევისგან რუსეთსა და უკრაინას შორის აზოვის ზღვაში ერთობლივი თანამშრომლობის შესახებ 2003 წელს მიღწეული შეთანხმების გაუქმება მოითხოვეს. მხოლოდ საომარი მდგომარეობის ამოქმედება შედეგს ვერ მოიტანს, თუ აზოვის ზღვაში რუსეთთან თანამშრომლობის შეთანხმება არ გაუქმდება, რადგან სწორედ ამ შეთანხმების ბოროტად გამოყენებით აგრესორმა ქვეყანამ საკუთარი ძალის დემონსტრირება მოაწყო და მსოფლიო საჩვენა რამდენად სასტიკი შეიძლება იყოს ის უკრაინის მიმართ. ოფიციალური განცხადებებიდან ქმედით ნაბიჯებზე გადასვლისკენ მოუწოდა საერთაშორისო საზოგადოებას უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა. უკრაინა გამოიყენებს თავდაცვის უფლებას გაეროს ქარტიის 51 მუხლის მიხედვით. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ცივილიზებული სამყარო გაცდეს ოფიციალური თუ არაოფიციალური განცხადებების ფორმატს და რუსეთის წინააღმდეგ გარკვეული ზომები მიიღოს. რეაქცია ქერჩის სრუტეში შექმნილ ვითარებაზე რუსეთის მიერ წარდგენილი დოკუმენტის დაბლოკვით გამოხატა გაეროს უშიშროების საბჭომ. 25 ნოემბერს სამმა უკრაინულმა გემმა უკანონოდ გადალახა რუსეთის სახელმწიფო საზღვარი და რუსეთის სასაზღვრო დაცვის სამსახურის გაფრთხილებას ყურადღება არ მიაქციეს. ეს ახმული იყო როგორც რუსეთის სუვერენიტეტის დარღვევა. ამ უკანონო ქმედებამ რუსეთის სასაზღვრო დაცვის ძალები აიძულა ძალა გამოეყენებინათ. ჩვენ მოვისმინეთ რუსეთის მხარის ინტერპრეტაცია მომხდარ მოვლენებზე, რომელიც
რეალობას და სიცრუეს ერთმანეთში სისტემატურად ურევს. რუსეთის მხრიდან ესკალაციის გაგრძელების გამორიცხვა შეუძლებელია. არსებული ოპერატიული მონაცემების შესაბამისად არსებობს მარიუპოლისა და ბერდიანსკში შეჭრისა და დაპყრობის აშკარა საფრთხე. კედმაღალი აქტი უწოდა რუსეთის ქმედებას ქერჩის სრუტეში გაეროში შეერთებული შტატების წარმომადგენელმა. 4 წლის განმავლობაში საერთაშორისო საზოგადოება დაუღალავად გმობდა რუსეთის აგრესიას უკრაინის მიმართ. შეერთებულმა შტატებმა, ევროკავშირმა და სხვა ქვეყნებმა მოსკოვს ყირიმის გამო სანქციებიც დაუწესეს. კვირას ჩვენ რუსეთის მხრიდან კიდევ ერთი უგუნური ესკალაციის მომსწრენი გავხდით. ეს იყო კედმაღალი აქტი, რომელიც საერთაშორისო საზოგადოებამ უნდა დაგმოს. ქერჩის სრუტეში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა შეერთებული შტატების პრეზიდენტიც. დონალდ ტრამპმა იმედი გამოთქვა, რომ ვითარება გამოსწორდება და აღნიშნა, რომ ვაშინგტონი ამ საკითხზე ევროპელ ლიდერებთან მუშაობს. აზოვის ზღვაში განვითარებული მოვლენები მიუღებელია რუსეთმა. დაუყოვნებლივ უნდა გაათავისუფლოს გემები და ეკიპაჟი და დაჭრილ უკრაინელ სამხედროებს სამედიცინო დახმარება აღმოუჩინოს. ეს განცხადება ტვიტერით ევროკომისარმა იოჰანეს ჰანმა გაავრცელა და აღნიშნა, რომ ვითარების დეესკალაციისთვის ყველაფერი უნდა გაკეთდეს. უკრაინული გემებისა და ეკიპაჟის წევრების წინააღმდეგ ძალის გამოყენებას გამართლება არ აქვს. მოუწოდებთ რუსეთს გაათავისუფლოს გუშინ დაკავებული მეზღვაურები და დააბრუნოს გემები. რუსეთმა უნდა შეწყვიტოს შეიარაღებული მებრძოლების მხარდაჭერა და გაიყვანოს ძალები უკრაინის ტერიტორიიდან. განცხადება იენს სტოლტენბერგმა ნატო-უკრაინის საბჭოს საგანგებო სხდომის დასრულების შემდეგ გააკეთა. ქერჩის სრუტეში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე გადაწყდა, რომ შავ და აზოვის ზღვებში უსაფრთხოების საკითხებზე მსჯელობა მომავალ კვირას ნატო-უკრაინა-საქართველოს კომისიის ფორმატში გაიმართება. ირანში მიწისძვრის შედეგად დაშავებულთა რაოდენობა ისევ გაიზარდა. ბოლო მონაცემებით სხეულის სხვადასხვა სახის დაზიანება 780 ადამიანმა მიიღო. დაზიანდა 300-ზე მეტი საცხოვრებელი სახლი. ინფორმაცია მსხვერპლის შესახებ არ გავრცელებულა. 6.3 მაგნიტუდის სიძლიერის მიწისძვრა ირან-ერაყის საზღვართან ქალაქ ზოჰაბის სიახლოვეს 25 ნოემბერს დაფიქსირდა. სტიქიაზე ებრძვიან პერუში ცხანგრძლმა სეზონურმა წვიმამ პუნოს რაიონში მდინარეების ადიდება გამოიწვია. რის შედეგადაც 20-მდე დასახლებული რაიონი დაიტბორა. ადგილობრივი ხელისუფლების განკარგულებით სტიქიის ზონიდან მოსახლეობის ევაკუაცია დაიწყო. ბოლო 24 საათის განმავლობაში დატბორილი რაიონები 200-მდე ოჯახმა დატოვა. ისინი დროებით თავშესაფრებში გადაიყვანეს. ჯორჯ სოროსის ფონდი ღია საზოგადოება თურქეთში ოპერირებას წყვეტს. მიზეზი პრეზიდენტ ერდოღანის ბრალდებებია, რომელმაც მილიარდერი ქვეყნების დაყოფისა და განადგურების მცდელობაში დაადანაშაულა. როგორც ორგანიზაციაში განმარტავენ, უსაფუძვლო ბრალდებები ფონდის მუშაობას შეუძლებელს ხდის. ცნობილია ისიც, რომ ფონდის წინააღმდეგ თურქეთის შინაგან საქმეთა სამინისტრო გამოძიებას აწარმოებდა. მიზეზი 2013 წელს ქვეყანაში გამართულ მასობრივ საპროტესტო აქციებთან ღია საზოგადოების კავშირის დადგენა იყო. დონალდ ტრამპის წინა საარჩევნო შტაბის ყოფილმა ხელმძღვანელმა პოლ მანაფორტმა გამოძიებასთან შეთანხმების პირობები დაარღვია. პროკურორის რობერტ მიულერის განცხადებით მანაფორტმა გამოძიებლებს რამდენჯერმე ცრუ ჩვენება მისცა, რის გამოც ბრალდების მხარე სასამართლოს აღარ სთხოვს ტრამპის ყოფილ თანაშემწეს ბრალდების აღიარების სანაცვლოდ სასჯელის შეუმსუბუქოს. 21 აგვისტოს სასამართლომ პოლ მანაფორტი 8 ბრალდებაში დამნაშავეცნო. ყოფილი სამხრეთ აფრიკელი ფეხბურთელი მაიკ მანგენა პოლიციას მას შემდეგ ჩაბარდა, რაც მის ფერმაში ნარკოტიკების მწარმოებელი ლაბორატორია აღმოაჩინეს. 60 წლის ვეტერანი 4000-მდე ევროს გადახდის შემდეგ გირაოთი გაათავისუფლეს. მისი ორი თანამზრახველი კი პატიმრობაში დარჩა. სასამართლო პროცესი 2019 წელს გაიმართება. ნარკოტიკების შენახვისა და წარმოებისთვის მანგენას 15 წლიანი პატიმრობა ემუქრება. ამერიკის პირველმა ლედიმ სოციალურ ქსელში საშობაოდ მორთული თეთრი სახლის ვიდეო გამოაქვეყნა. ვიდეოს შემდეგი შინაარსის მინაწერი აქვს ხალხის სახლი, თეთრი სახლი მზადაა შობა და არდადეგების სეზონი იზეიმოს. დონალდ და მელანია ტრამპები თეთრ სახლში შობას წელს უკვე მეორედ აღნიშნავენ. დეკემბერში პრეზიდენტის რეზიდენცია 30000-ზე მეტ სტუმარს უმასპინძლებს. ცნობილი ვიდეობლოგერი დრიუ ბინსკი საქართველოში მოგზაურობის ამსახველ ვიდეობლოგის პირველ ნაწილს აქვეყნებს. ვიდეობლოგერი საქართველოს ბერას მოწვევით ესტუმრა ქვეყნის კულტურის, სამზარეულოსა და სტუმარმასპინძლობის საუკეთესო კუთხით გასაცნობად.
სრული სერიოზულობით მინდა ვთქვა, რომ საბოლოო ჯამში საქართველოს შესაძლოა ევროპის საუკეთესო ქვეყანა იყოს, წერს დრიუბინსკი. საქართველოში ბოლოს 2015 წელს ვიყავი, იმ დროს ვიდეო კამერა არ მქონდა. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ დავბრუნდი. ჩემს მეგობარ ბერასთან ერთად. მიხარია, რომ მაქვს საშუალება გადავიღო და გაჩვენოთ ეს სილამაზე. ასეთი იყო ამ დროისთვის განვითარებული მოვლენები დღის ყველა სიახლე შეგიძლიათ ნახოთ იმედი ნიუზ-ზე, ქრონიკა კი 5-ზე დაბრუნდება პირდაპირ ეთერში. დროებით.